ზენდაია საერთოდ რატო იყო და რამე ანუ ეგ გაუგებარია, რაღაცა side effect-ივით იყო. Რაღაც მომენტში, ფილმის რაღაც მომენტში აი ეს შეგრძნება გიჩნდება რა, რომ გასაგებია რაც ხდება, ანუ ხვდები რა უკვე ფილმში რაც ხდება და ეგ იმდენად ცხადი არის, რომ მაგას თვითონ ისტორია და თვითონ ყველაფერი ვერ ფარავს და ეგ რა არის, რომ აი ხლა ერთი მოგზაურობა არის, მერე მეორე მოდის, მერე მესამე მოდის და იცი რა, რომ აი ხლა ფილმი სანამ არ დასრულდება, ეს სერიები უნდა იყოს და უბრალოდ უნდა აიტანო ესე. გაჩერებასავით, მატარებლით რომ მიდიხარ და სანამ ჩახვალ დანიშნულების პუნქტამდე რომ აჰა მუღამი არ არის სახლი რომელშიც დაბრუნდები, ეგ არის ქოუფი. დამტკიცდა ის, რასაც უკვე წლებია ვამბობ, რაც მეგონა რომ არ იქნებოდა სკანდალური, მაგრამ რაზეც ყველა მეწინააღმდეგებოდა და ეს რა არის? ის რომ კრისტოფერ ნოლანს არ შეუძლია ესე იგი, ფილმს ვუყურე კინოთეატრში არა, იმიტომ რომ არ ვიცი საქართველოში მგონი არც არის IMAX-ი თუ რაღაცა. ბოლოს რო ვიყავი ქართულ IMAX-ში, ეკრანზე რასაც ვხედავდი, ეგ იყო ბლური, კარაქი და პიქსელები. არ ვიტყვი რომელ კინოთეატრში, იმიტომ რომ შეიძლება მერე მიჩივლონ, მაგრამ ნუ აი ყველაზე კარგი რომელიც არის. აი ყველაზე კარგი რაც არის თბილისში. და მივხვდი, რომ არა. აქ ნორმალური კინოთეატრი კიდე საუკუნე არ იქნება. მართლაც ეგეთი გამოცდილება მქონდა, რომ ბლურში იყო მთელი ეკრანი, არ ვიცი, პროექტორი იყო, ნაგავი თუ რა იყო და პირდაპირ ვხედავდი პიქსელებს. განსაკუთრებით აი ღამის კადრი ან რაღაცა ეგეთი როცა იყო რა, პიქსელებს ვხედავდი. არ ვიცი ეგ რას მივაწერო, მაგრამ ცხადია რომ არ წავიდოდი. ოდისეას სანახავად კინოთეატრში. ამიტომ სად წავედი და ონლაინში წავედი. და შესაბამისად ფილმსაც ვუყურე უფრო უარეს ხარისხში, ვიდრე რაც კინოთეატრში იქნებოდა, იმიტომ რომ კინოთეატრის ოდისეას ვუყურე. ნუ მოკლედ, მიხვდებით რაზეც არის საუბარი და კარგია რომ ეგრე ვუყურე რა. თან მე არ მაქვს პრობლემა რომ ქემრიფებს ვუყურო. არ მაქვს პრობლემა კინოთეატრში გადაღებულს რომ ვუყურო, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა ახალ ფილმებს ეგრე ვუყურებდი. იმიტომ რომ ზოგიან კინოთეატრში არ იყო, ან ზოგზე არ მივდიოდი კინოთეატრში, მაგრამ უნდა მენახა. რომ ვყიდულობდი ფილმს, კიდე DVD-ზე, კიდე VHS-ზე. ეგრევე როცა ყიდულობდი რა, ანუ ახალი გამოსული რო არის ფილმი, ყოველთვის იყო ქემრიფ ხარისხი, ყოველთვის იყო კინოში გადაღებული. ამიტომ რაღაცნაირად შევეჩვიე და უკვე ვიცი რა, ჩემმა ტვინმა იცის, აი ქემრიფ ხარისხი როგორ უნდა დააენჰენსოს 4K-ში. გამოვიმუშავე ეგ უნარი, ამიტომაც ტვინი თავისით აი AI არის რა, AI enhancer-ი. ტვინი enhancer-ი იმუშავება, სადაც საჭიროა ხმასაც უმატებს, უსწორებს, იქ გრაფიკას ყველაფერს რა, მოკლედ. ხო და არ უნანობ რა, ეგრე რომ ვუყურე, არაფერს არ გამოვაკლდი, არაფერი არ დავკარგე. და ეჭვი მაქვს რომ ფილმი დიდად და ეგეთი ვიზუალური სანახავიც არ არის რა. იმის მიუხედავად რომ მთელი მტკიცება ის არის რომ აი სანახავი არის და აი ვიზუალურობაში არის ყველაფერი და მთელი ამბები, ჩემი ფეხები. შეიძლება ბავშვებისთვის, შეიძლება პატარებისთვის, უფროსებისთვის არა. მერე კიდე დამტკიცდა ის, რასაც უკვე წლებია ვამბობ, რაც მეგონა რომ არ იქნებოდა სკანდალური, მაგრამ რაზეც ყველა მეწინააღმდეგებოდა და ეს რა არის? ის რომ კრისტოფერ ნოლანს არ შეუძლია პერსონაჟების გახსნა და პერსონაჟებისთვის რამე სიღრმის მიცემა. შეიძლება ერთი ან მაქსიმუმ ორი ფილმი კონდეს, სადაც რომელიმე პერსონაჟი რამე სიღრმე მაინც აქვს. ნოლანმა არ იცის პერსონაჟების არც გახსნა, არც განვითარება, არაფერი. ამას ვამბობ წლებია, დარწმუნდით? ნუ ვინც უყურეთ. ვინც არ უყურეთ, აი უყურეთ და დარწმუნდებით რა. კრისტოფერ ნოლანის ფილმში პერსონაჟები არ იხსნებიან, არანაირი სერიოზული განვითარება, სიღრმე არ აქვთ, თუ კი თვითონ მსახიობმა არ მოინდომა. თუ კი აი თვითონ მსახიობი არ არის
ვინც მათ შორის იმპროვიზაციით, იგივე ჰით ლეჯერის მაგალითი რო ავიღოთ, იგივე იმპროვიზაციით არ ქმნის არ აძლევს პერსონაჟს რამე ინტერესს. ნოლანთან საინტერესო არის რაღაცა განვითარება, twist-ი, რამე, რუმე. იგივე ისიც რო აიღოთ პრესტიჟი რა ნოლანის. კარგი ფილმია, ხოშიანია, მაგრამ პერსონაჟები არაფერ შუაში არიან. არანაირი სიღრმე არ აქვს. ძალიან დებილურად გახსნა ის მომენტი იქ იმას, რომ ცოლი უკვდება, იმიტომ რომ რაღაცა იმან კარგად კვანძი ვერ გააკეთა თუ რაღაცა ეგეთი და ნუ მოკლედ სიღრმე არ არის, არანაირი სიღრმე არ არის, სერიოზულად. ნოლანის ფილმში პერსონაჟი თუ მოგეწონათ, ეგან იმისი ბრალია, რომ მსახიობმა მოინდომა იმაზე მეტი, ვიდრე გაწერილი იყო, ან იმის გამო, რომ ზოგადად პერსონაჟი არის რა საინტერესო. აი ზოგადად ხო არის პერსონაჟი, თამაშობ ოდისევსის როლს. აი ოდისევსი არის საინტერესო. მაგრამ მაგის გარდა ფილმში პერსონაჟები არაფერი, ამ ფილმშიც, ოდისევსშიც, ხო? მეთ დეიმონმა ვინ ითამაშა? მეთ დეიმონი ითამაშა. ინტერვიუებში ყვება, რომ ვაიმე იქ ვიტანჯებოდით, საათები გემზე ვიყავით, ცხელოდა, ოფლი გვდიოდა რამე რუმე, მაგრამ მაინც ტანჯვითაც მეთ დეიმონმა ითამაშა მეთ დეიმონი. პატინსონმა ითამაშა პატინსონი. ერთი ის ქალი იყო ალბათ, რომელმაც ითამაშა. ტომ ჰოლანდმა ითამაშა ტომ ჰოლანდი. ტომ ჰოლანდმა ითამაშა, ყველამ ითამაშა, არ ითამაშა რა, არავინ ფილმში არ ითამაშა. არც ერთი პერსონაჟი მართლა მთელ ფილმში გრამით საინტერესო არ იყო. ზენდაია საერთოდ რატო იყო და რამე, ანუ ეგ გაუგებარია, რაღაცა საიდ ეფექტივით იყო. ტრაკი რო გექავება ეგეთი ის იყო, ანუ ეგ არც გაიხსნა. ამიტომაც საჭიროც არ იყო ეგ ზენდაიას პერსონაჟი. და ნუ მოკლედ რა, აი რო თქვა ვინმე, აი აბა რომელი მსახიობი იყო, ვინც კარგად ითამაშა, ხო? აი ვერ გავიხსენებ. მართლა ვერ გავიხსენებ, აი რომელი მსახიობი იყო ოდისეაში, ვინც რაღაცა იმას ქნა. ამიტომ არ ვიცი. კიდე ფილმი როგორი იყო რა თავად? არც ცუდი, არც კარგი. აი ფილმი იყო რა. და გარწმუნებთ, რომ მაგ ფილმის ჰაიპი თავიდან ბოლომდე დგას ჰაიპზე და მეცე არაფერზე. იმაზე, რომ რაღაცნაირი კამერით გადაიღო 70 მმ-იანით თუ რაღაცით, სპეციალურად IMAX-ისთვის თუ რაღაცა ეგეთი და რომ იქ თურმე ხალხი რეალურად იტანჯებოდა და ძალიან რეალური გარემო იყო იქ შექმნილი და რამე, აი ეგ ჰაიპი იყო. მაგ ყველაფრის გარეშე ეს ფილმი რომ გადაეღოთ, იგივე იქნებოდა. რეალურად. ჰაიპის მეტი ეს ფილმი არაფერი ყოფილა, ანუ CGI მინიმალურად იყო გამოყენებული, მაგრამ ნოლანი ხარ, ხო? კრისტოფერ ნოლანი ხარ შეშობელძაღლო. რა გაქვს? ერთი ისტორია რო საინტერესოდ გახსნა და მეორე რო რაღაცა მეცნიერება ჩატენო და რაღაცა გრაფიკა და რამე, ეგ მაინც მოგვეცი, არა ეგეც არ მოგცა. ისტორია საინტერესო იყო მომენტებში, მაგრამ ჰოლივუდურად წაიღო რა მაინც. მაინც ჰოლივუდურად წაიღო. ამიტომ ცოტა ისეთი რამე არის რა, ანუ არ არის ეს ისეთი ფილმი, რომელსაც ვინმეს ვურჩევ. ერთადერთი შემთხვევა, რა შემთხვევაშიც შეიძლება ეს ფილმი ვინმეს ვურჩიო, ეგ არის რა, რომ აი გავიგერო ვინმე კითხულობს წიგნს. და რომ უთხრა, რომ იცი შენ წლების წინ ერთი ფილმი გამოვიდა, ნოლანი იყო ეგეთი რეჟისორი, რომელიც აზრიანად ყველამ დაიკიდა, ეს მომავალში ვარ. და მაგან გადაიღო ფილმი ოდისეაზე. უყურე კი, აი ამის მიღმა არ ვიცი რა შემთხვევაში შეიძლება რომ ვინმეს ეს ფილმი ურჩიოს. აი ხლა რომ დასრულდება რა, რომ აღარ იქნება კინოთეატრში და რამე. ხო და ეგეთი რამე არის, ნოლანი ხარ,
წლებია, რასაც ვამბობ ნოლანზე დაამტკიცა ის, რომ პერსონაჟების არც განვითარება, არც სიღრმის მიცემა და ზოგადად პერსონაჟებით მუშაობა რო არ შეგიძლია და თუ აი ღმერთმა მსახიობი არ გამოგიგზავნა, ისე აი ნული ინტერესი რო აქვს შენს ყველა ფილმში პერსონაჟს, კაი, ეგ არ არის, მაგრამ რა გაქვს ხო რაღაცა, კაი მონტაჟი, კაი რაღაცა მეცნიერული twist-ები. ეგენი ხო გაქვს, ეგენი მაინც მომეცი. არა. ერთადერთი ვიზუალურად საინტერესო მთელ ფილმში რაც იყო, ვიზუალურად საინტერესო, ეგ იყო აი ხორები რო ისევ ადამიანები გახადა. აი ეგ მომენტი იყო. მაგის იქით მართლა არ ყოფილა, მანდ აი ეგრე ვიზუალურად საინტერესოც რამე. მარტო ეგ იყო. რაღაც მომენტში, ფილმის რაღაც მომენტში აი შეგრძნება გიჩნდება რა, რომ გასაგებია რაც ხდება, ანუ ხვდები რა უკვე ფილმში რაც ხდება და ეგ იმდენად ცხადი არის, რომ მაგას თვითონ ისტორია და თვითონ ყველაფერი ვერ ფარავს და ეგ რა არის, რომ აი ხლა ერთი მოგზაურობა არის, მერე მეორე მოდის, მერე მესამე მოდის და იცი რა, რომ აი ხლა ფილმი სანამ არ დასრულდება, ეს სერიები უნდა იყოს და უბრალოდ უნდა აიტანო ესე. გაჩერებასავით, აი მატარებლით რომ მიდიხარ და სანამ ჩახვალ დანიშნულების პუნქტამდე რომ აჰა, ეს გაჩერება. და აი ეგ სადღაც უკვე ფილმის ნახევარში იმდენად იგრძნობა ნახევრისკენ, ცოტა მერეც. იმდენად იგრძნობა, რომ მაგაზე უფრო ფიქრობ, ვიდრე აი როგორ ვითარდება, რა ვითარდება და ასე შემდეგ. ეგეთი რამე არის. ეს თვითონ ფილმზე, მაგრამ ნუ საინტერესო ნაწილსაც მოგიყვებით. საინტერესო ადგილებში წაგიყვანთ, მაგრამ ჯერ თვითონ ფილმზე ვსაუბრობ. კიდე რისი თქმა შეიძლება ფილმზე. ხო, აი იმას ჩემგან არ მოისმენთ, იმიტომ რომ ყველა მაგაზე საუბრობს, ამიტომ მეტი საქმე არ მაქვს, რომ ისტორიულად ზუსტი არ არის, იმიტომ რომ იქ შავი მსახიობები არიან, ისეთები, ასეთები, ენა არის გამოყენებული ძალიან დაბიო, მთელი მაგაზე სხვებმა იწუწუნონ და არიან კლიენტები და წუწუნებენ, ამიტომ მაგას არ გავიმეორებ. რატომ ვუყურე? იმიტომ რომ ნული ინტერესი მქონდა, აი გუშინაც კი ნული ინტერესი მქონდა და დღეს რატომ ვუყურე? მეძინებოდა, რაღაცა ვერ ვიყავი განწყობაზე და მოდი ჩავრთავთქო. და აი ვუყურებთქო რა. ჩავრთე. აჰა. და მერე ისეთი მომენტი იყო, რომ არაფერი ისეთი არ იყო, რის გამოც ფილმის ყურებას შევწყვეტდი და ალბათ მაგის გამო ვუყურე ბოლომდე. მაგრამ პატარა მიზეზი მაინც რომ ყოფილიყო, ალბათ არ დავასრულებდი. ამიტომ მსახიობების მხრივ ნული იყო ფილმი მთლიანად ნული და თან თითქოს ნოლანმა მოусმინა რა ჩემს წლების წინანდელ სიმპოზიუმს და მართალია ეს ბიჭიო პერსონაჟებს ვერაო რა, ანუ არ მყავს დაუსტატებული, ანუ პერსონაჟების განვითარება, სიღრმის მიცემა და ასე შემდეგო. ამიტომ რადგანაც ეგ მნიშვნელოვანი არ არისო და რეალურად ნებისმიერი ქუჩაში გამვლელი ითამაშებს ნებისმიერის როლსო, მოდი, ამიტომ ყველა სელებრიტს ვინც არსებობს აქ ჩავთხრიო. და ეგრე მოიქცა. ანუ რო გადახედოთ cast-ს და უყუროთ ფილმს, მიხვდებით, რომ მსახიობებზე მანდ ოსტატობაზე მაქვს საუბარი. სამსახიობო ოსტატობაზე. ნული გათვლა ჰქონდა თვითონ ნოლანს. ამიტომაც აი ვინც არ დაეზარა, ყველა ჩათხარა. მეთ დეიმონი ჩათხარა, ზენდაია ჩათხარა, ჩარლი სტერონი ჩათხარა, ელენ პეიჯი თუ არ ვიცი ახლა რა ქვია, ეგრე მახსოვს, ეგეც ჩათხარა, ტომ ჰოლანდი ჩათხარა, ენ ჰადაუეი ჩათხარა, ეგ არ აუშავს კიდე, ეგ კიდე არ აუშავს. ის კაცი რო არის მგონი Walking Dead-დან თუ რაღაც საშინელი ტიპი, ყველგან ერთი და იგივე როლი რო აქვს, typecast-ი რო არის, ეგეც. კიდე ვინ იყო? რობერტ პატინსონი, ვინც არ დაეზარა, ხო, ყველა ჩათხარა. მან შერჩევა მსახიობების არ იყო. იმიტომ რომ მან სამსახიობო ოსტატობა არც ჩანს მთელ ფილმში. არ ჩანს გრამით. მეთ დეიმონი მთავარ როლზე.
Matt Damon-ი რა, ანუ ყველაზე დიდი typecast-ია ალბათ თანამედროვეობაში. ამიტომაც რა ვიცი რა, ისეთი ფილმი იყო, ეხლა 8.5 აქვს მგონი IMDb-ზე ამ წამს. 8.5-ს მე ნახდად არ დავუწერდი, მაგრამ არც 3-ს. ალბათ 6 და 5 ან 6 და 6, სადღაც ეგრე. ნუ აი ობიექტურად რა. ფინალს რაც შეეხება. წიგნისგან ფინალი განსხვავდება. წიგნის ფინალი მთლად კარგად არ მახსოვს, მაგრამ ზოგადი ის ვიცი. და ფინალიც ხო არ იყო არანაირად საინტერესო. ხარისხიან ცხოვრებაზე უკონცენტრირდებით და ხარისხიან შემოსავალზე. ტრადიციული უნივერსიტეტები, კოლეჯები იმას გასწავლიან, რომ შენი დრო გაცვალო ფულზე. პრობლემა იმაშია, რომ მაგით ვერ გამდიდრდები. იწვალეთ 15 წელი და მოგემადა დიდი ხელფასი გაქვს. ეგ წაგება არის რა რეალურად. თუ გინდა რომ გამდიდრდე, შენ უნდა დაიწყო ფულის კეთება და არა ის რომ კარგი CV გქონდეს. იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, განსაკუთრებით კატასტროფულია თუ კი 9-დან 5-მდე მუშაობ. კი შეიძლება მოეწყო რამე კომპანიაში, სადაც გიხდიან დიდ თანხას, მაგრამ არ ხარ თავისუფალი ლოკაციით, შენ თვითონ არ ადგენს საათებს. არხის მთელი თემა, ფინანსური და ინტელექტუალური დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობაში აქ არ იგულისხმება ბევრი ფული. ისეთი ფული, რომლითაც ხარ თავისუფალი, რომლითაც არავის ტრაკის ლოკვა არ გიწევს, რომლითაც სადაც გინდა იქ იქნები. დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში მისი შანსი რომ გაქცევა მოგიწევს სადმე ძალიან დიდი არის. და შენი ფინანსები თუ დამაგრებულია ერთ ტერიტორიაზე, ბოდიში მარ ტრაკში ხარ. რა არის ფულის კეთება? სიმართლე ფულის კეთებაზე. ფრილანსინგი რა არის? ნებისმიერი სკილი, რომელთაც შეიძლება დასაქმდესადმე, მაგ სკილით დამოუკიდებლად რომ მუშაო. იპოვე კლიენტი, როცა მოგეხოშა, საიდანაც გინდა, იქიდან შეგიძლია რომ იმუშაო, მაშინ იმუშაო, როცა გინდა, თავისუფლება არის. ხარისხიანი ფინანსური ცხოვრების ფორმულა. აკეთებ ამდენს, უნდა აიღო ამდენი. ამ არხის პლუსი ის არის, რომ ბევრი ეგეთი სტიმულატორი არის შენთვის, რომლიდანაც ერთ-ერთში აუცილებლად დაკლიკავ და დაიწყებ ფულის შოვნას. კოდირების და პროგრამირების გარეშე როგორ უნდა შექმნათ საიტები, საიტის დაცვა, დიზაინი, WordPress-ი, როგორ უნდა გამოიყენო სოციალები ჭკვიანურად, რა როგორ გაყიდო, კონტენტის ავტომატიზირება, AI როგორ უნდა გამოიყენო, ყველა ბიზნეს ყველა სჭირდება, ვიდეო კონტენტის კრეაცია, ფოტოების მონტაჟი, ეფექტურად, სწრაფად, კომპიუტერზე, ტელეფონზე, copywriting-ი არის ყოვლის მომცველი, ყველაფერი რაც ეხება ტექსტს, რომლითაც ადამიანს რამის გაკეთებას მოუწოდეთ. არ მოდუნდეთ, გვაქვს უამრავი რესურსი არხზე, იქ ბიოლოგიური რესურსი, მენტალური რესურსი, ყველაფერი რაც დაგეხმარება, რომ მოხვიდე მოქმედებაში და დაიწყო საქმე. ვსაუბრობ ზუსტად ეს ბიოლოგიურად როგორ უნდა დაათრიგერო მოტივაცია, ენთუზიაზმი, ის, იმიტომ რომ სხეულის მდგომარეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფულის კეთების დროს. ვისაუბრებთ ენერგიაზე, ფსიქიკაზე, სხეულის ენაზე, ერგონომიკაზე. მიზანი ის არის, რომ მეტი რამის კეთების უნარი გქონდეთ. მოგიყვებით ეს როგორ მოქმედებს, გიმაღლებს ფოკუსს, ხასიათს ასტაბილურებს. ტესტოსტერონი, ეს არის ბაზა. სეროტონინი და დოპამინი, რა განსხვავება, რა არის ჰორმონი, რა არის ნეიროტრანსმიტერი, ბიოჰაკინგის სერიებიდან როგორ უნდა გააქრო ყველანაირი ფოთვა, აი ასე. მოკლედ არგძინებია და გინდა მენტალური ენერგია. დავამახვილებ ყურადღებას იმ 3 ჰორმონზე, რაც კლავს შენს ენერგიას. როგორ დავაძალოთ ტვინს, რომ რამე დიდს მიაღწიო. ემოციური საშიშროება არის მისთვის დაყოვნება. ტვინი ნიჭის კონტექსტში. მაგ ყველაფრით შეიძლება ფულის შოვნა. პირდაპირ ცეცხლში უნდა შევარდეთ. პირდაპირ. ზედმეტად პრინციპული ადამიანი თავს იზღუდავს განვითარებისგან. სინანული არის იდიოტური გრძნობა, არცად არ წაგიყვანს. შიდა საყრდენი ის არის აბსოლუტურ ნულზე რო დაეცემი, რაღაცა რო არის, რაც მაქედან ამოგათრევს. ეს ვიდეო გამოგადგებათ ყველას, ვისაც გაწუხებთ მორიდების პრობლემა, კომუნიკაციის სკილი, რათა დაათრიგერო მათში მოტივაცია, ინტერაქტიული ლექცია, საუბრის ხელოვნება, შედეგი გაქვს ზე ადამიანის. მაგის გამო ბევრი უშვებს კლიენტს ხელიდან. უნდა აიღო თუ არა ვალი, ეფექტური კომუნიკაცია, შეთავაზება ადამიანისთვის. ვალდებულება versus აქტივი.
ასე არის მოწყობილი სამყარო, სჯობს რომ ეს ცხოვრება იცხოვრო ხარისხიანად. კარგი რა მოხდა? კარგი ის მოხდა, რომ ამ 3 საათიანი და ეგ ძალიან დიდი იყო. 2 საათი და 45 წუთი, ხო, სადღაც. ბევრად ნაკლები უნდა ყოფილიყო. ვიმეორებ რა, ეგ ჩნდება ფილმში უკვე ნახევრისკენ, რომ აჰა ელოდები, რომ აჰა ეს ისტორია, ახლა ეს. აი სადღაც ფილმის შუისკენ უკვე ფინალს ელოდები რა. ტრევის სკოტი, ვაიმე ხო, ტრევის სკოტი, ბიჭო. ტრევის სკოტიც კი იყო ფილმში. ეს ფილმი იყო მართლა შეურაცხყოფა ყველა თესპიანის მიმართ, ყველა ნამდვილი მსახიობის მიმართ. ეს მართლა შეურაცხყოფას არ ვიცი სხვა რა უწოდო. დაცინვა იყო. და ეს თვითონ ოდისეა ჩემი აზრით უკვე არის აი ნიშანი რა, რომ უკვე კაიხნის დაპიკული აქვს ნოლანს და ეხლა უკვე დაბლამიდის. აი როგორც ზუსტად ის ფილმი, რაზეც ეს დღეებია ვსაუბრო, გაკვრით სპილბერგის ახალი ფილმი უცხო პლანეტელებზე. აი ამ ფილმში უკვე ხედავ რომ სპილბერგი მორჩა უკვე დაბლაჩადის. იგივენაირად ეს ოდისეაც რა ნოლანის ხედავ რომ მორჩა ნოლანის დრო წავიდა. დაპიკა ოდესღაც ჰქონდა თავისი დრო და მომენტი, ეხლა მორჩა ფსკერისკენ. და წავიდეს ფსკერისკენ უბრალოდ შეურაცხყოფას მიაყენებს ანუ მართლა სამსახიობო ხელოვნებას ეგრე ვულგარულადაც არა, ეგრე მდაბიოდ. ვულგარული კიდე ისეთი კაი სიტყვა არის, მდაბიოდ. ეხლა უკვე წაგიყვანთ კარგ ადგილებში. ეხლა უკვე ხოშიან ადგილებში გამოგზაურებთ, იმიტომ რომ თვითონ ფილმზე აღარ წავა საუბარი. მანამდე მივესალმები ელიტას, ორվել, რევუან, მიქაელ, ერეკლე, გიორგი, ყველას მოგესალმებით. ხო და კინოთეატრში არ წახვიდეთ მართლა. არ ღირს. აი ბავშვი თუ არ ხარ არ ვიცი იმ კინოთეატრში რამ უნდა გაგაოცოს. და პირიქით კინოთეატრმა შეიძლება რომ განსჯის უნარიანობას ჩაგიხშოს. დიდწილად. ეხლა თავარი keyword-ი, თავარი საკვანძო სიტყვა რა იყო, რაც გამოვიყენე რამდენიმე წუთის წინ. ის რომ ფილმს იმიტომ ვუყურე რომ მეძინებოდა. და ეგ რომ არ ყოფილიყო, აი ახლა რასაც გაგიზიარებთ, ეგ შესაძლებელი არ იქნებოდა. და ეს რა არის? ფილმის ყურებისას ანუ მართლა მაყვინთავებდა. აი მაყვინთავებდა როგორ იცით? თვალები რო გახელილი გაქვს. მაგრამ მაინც რა, აი ეს რეალობა და სიზმრის რეალობა რო ერთიანდება, მაგრამ დელუზიურად არა, ხო ხვდებით რა მდგომარეობაზე მაქვს საუბარი. ეს შეგრძნებები რომ მოგდის. მაგ შეგრძნებებს მერე ფიქრები რომ მოყვება, თუნდაც მოგონებები და აი ეგეთი რამე რო არის, ანუ არც ბოლომდე რეალობაში ხარ და არც დელუზიაში, ხო, სიზმრის დელუზიაში. აი მაგ მდგომარეობაში ვიყავი სადღაც ფილმის ხო რა, სადღაც ეგრე შუისკენ სადღაც. და მაგ დროს მომივიდა ძველი აზრი, ბევრი ძველი აზრი გამოცოცხლდა და ერთი ეგეთი რა იყო, ეხლა რასაც გაგიმხელთ. თან საინტერესო არის რა. ხო და აზრს რაც შეეხება, აზრი რა არის? რაც მომივიდა გრძნობით, პროპოზიციულადაც და კარგად რა თავის სისრულეში. ეს არის ის რომ სახლი არ არსებობს. და აგიხსნით რა მაგაში რა იგულისხმება. იმიტომ რომ ფილმში ხო, ფილმშიც აი ეგ რა არის, რომ კაცმა დატოვა სახლი და ეხლა მიდის მოგზაურობა და იდეაში ეს მოგზაურობა იმით უნდა დასრულდეს, რომ ეს კაცი სახლში დაბრუნდება და happy end-ი, ხო? და აი მან გავაცნობიერე აი ეს მეტაფიზიკური რეალობა ზუსტად. გავაცნობიერე რა ამ კუთხითაც შევხედე, რომ სახლი
არის არსებითი სახელი, მაგრამ მოგზაურობა არის ზმნა. ვინც იცით რა ფილოსოფიაზეც მაქვს საუბარი, ხვდებით ალბათ საითკენაც წავიყვან. და მართლა ეგრე არის რა. სახლი შემახსენეთ თუ შეიძლება ეგ რა ქვია მაგ ადგილს, სადაც უნდა დაბრუნებულიყო ოდისე, თუ ქართულად როგორ არის. ქართულად რა ჯანდაბა ქვია? ოდისევსი, ხო? ჩვენც მოგესალმებით ბატონო ლევან. ოდისევსი სადაც უნდა დაბრუნებულიყო, რა ქვია? ითაკა, ხო, ითაკაში. რო ეგ სახლი იყო ფიქცია რა ამ კაცისთვის, ფიქცია, რომელსაც თვითონ საკუთარ თავს უყვებოდა, რომ ამ ქაოსს ის არ ჩაეყლაპა, ხვდებით? სახლი ამ შემთხვევაში იყო, აი როგორც უმოძრაო მამოძრავებელი არისტოტელეს, ან რაღაცა ეგეთი ზღაპარი, ანუ ფიქცია იყო. სახლი იყო რეალობის ჰიპერსტაბილიზირება, იმიტომ რომ ქაოსს ვერ უძლებდა, იმიტომ რომ რა არის რეალობა? რეალობა არის ზმნა და არა არსებითი სახელი. არსებითი სახელი არის, როცა ჩვენ ვყინავთ რეალობას, რომ ცოტა ხნით დავასტაბილიზიროთ, ხო? მაგრამ არსებობს მარტო მოქმედება და არასტაბილური ობიექტები და არსებითი სახელები. ეს არის ადამიანის გამოგონილი, მისი საჭიროებიდან გამომდინარე. და ეს ვიგრძენი ზუსტად სახლის მაგალითზე რა და სახლი ამ შემთხვევაში რა არის? აი ეგეთი ფიქსირებული პუნქტი, ფიქსირებული, როგორიც რეალობაში არ არსებობს. რეალობაში ფლირტიც კი ეგეთ რამესთან, როგორიც არის ფიქსირებული წერტილი, ეგეთი სახლი, ნიშნავს სიკვდილს. რა მხრივ ნიშნავს სიკვდილს? იმ მხრივ, რომ აი ფიზიკურად მოკვდებიან რამე, არა ეგ ისედაც გარდაუვალია, ნების სიკვდილს. ნების. რაც ჩემთვის ბევრად ტრაგიკული არის, ვიდრე ფიზიკური სიკვდილი. ნება რო გიკვდება რა ადამიანს. და ზუსტად ფილმშიც რა, მადლობა დემეტრე, ფილმშიც ანუ ოდისევსი მაგას იაზრებს, როცა სახლში ბრუნდება, რომ არა, ეგ სახლიც ფიქცია არის, იმიტომ რომ სახლში ომი დახვდა. ომი მოუწია საკუთარ სახლში. ეგ სახლი იყო უბრალოდ ზღაპარი რა, რომლითაც თავს იმხნევებდა ქაოსში. რო ქაოსი აეტანა რა და ვიმეორებ, მოგზაურობა არის ზმნა, სახლი არის არსებითი სახელი. და ამას სად მივყავართ რა? თუ სახლი, პროსორად თუ არ არის სახლი, ხო? არ არის რამე ფიქსირებული წერტილი და არის მხოლოდ მოგზაურობა. რისთვის არის ეგ მოგზაურობა? აი ეს კითხვა არის რა, რაზეც მინდა რომ ერთად დავფიქრდეთ. თუ სახლი არ არის, თუ ფიქსირებული წერტილი არ არის, და მხოლოდ აი რისთვის არის ეგ მოგზაურობა? და ამაზე ერთადერთი აზრიანი პასუხი არის ის, რომ მოგზაურობისთვის, რომ თვითონ ეგ არის მუღამი. მუღამი არ არის სახლი, რომელშიც დაბრუნდები, ეგ არის ქოუფი. ხვდებით? ეგ არის სისუსტის ერთ-ერთი სახე. სახლი არ არის მოგზაურობის აზრი მთელი, სახლში დაბრუნება. ვიმეორებ, ეგ არის თავის გამხნევების საშუალება, როცა ქაოსი და ტრანსფორმაცია ძალიან გაწვება და ძალიან წნეხავს. და ასე რომ შეხედავ ადამიანს, მაგრამ სანამ მანდ გადავალ, აი მინდა რომ ისეთი მაგალითიც მოვიყვანო, რაც თქვენთვის იქნება ისეთი უფრო ახლო, ინტიმური. რომ მაგალითად სახლი ამ შემთხვევაში რა არის? სწავლობ იმისთვის, რომ შემდეგ გახდე ეს. აი გახდე ეს, ეგეც სახლი არის. ხვდებით იმ გაგებით, რა გაგებითაც გამოვიყენე. მაგალითად მიდიხარ უცხოეთში სასწავლებლად და ბევრს აქვს ეგეთი ის, რომ აი ეს და მუღამი ის არის, რომ მე დავბრუნდები და მორჩა.
ან მაგალითად ფულს ვაგროვებ, რომ სახლი ვიყიდო და მერე მორჩა სახლში ვარ. და აუცილებლად ამ სიტყვებს არ გაეკიდოთ, არამედ აი იმ შეგრძნებას ფიქსირებულის, რაღაცა უცვლელის, სადაც გელოდება კომფორტი და მერე შეგიძლია წყნარად მოკვდე რა, რაღაცა ეგეთი. რო აი მორჩა მოგზაურობა დასრულდება და აი ფიქსირებული წერტილი იქნება. აი მაგაზე გაამახვილეთ რა ყურადღება. და ეგ მანდაც არის. იგივე იმაში რომ აი ვისწავლი და დავბრუნდები მერე და ეგ არის, ან მოდი ახლა ფულს მოვაგროვებ, ვიყიდი სახლს და ეგ არის და როგორ თქვა რა, ეგ არის კომფორტი, ეგ არის ნების სიკვდილი. რომ არ დაგიმალოთ, ყველაფერი ეგეთი დიდი, რაც ცხოვრებაში მიმიღია, რაც მაგას ეხებოდა რამე ფიქსირებულ წერტილს, ხო? რო აი ეხლა ეს და მორჩა, ეხლა ოპ, კარგად არის ყველაფერი. აი ეგ რამდენიც მიმიღია, იმდენი ყოფილ ვარ სერიოზულ ჯოჯოხეთში. რამდენიც დამისკვნია და თან მართლა მომხდარა ეგრე, რომ აი მორჩა ფიქსირებულ წერტილთან მივდივარ. აი ფიქსირებული წერტილი დადგება. აი ეგ სახლის იდეა რაც არის. რამდენიც სახლში დავბრუნდები. აი ეგეთი სტაბილიზირება რეალობის, იმდენი ჯოჯოხეთში აღმოჩენილ ვარ. რატო? იმიტომ რომ ნება არ მქონია მკვდარი. მაგრამ როცა ნება მკვდარი გაქვს, ეგეთ გარემოში კარგად ხარ. აი დასრულდება მოგზაურობა, აი ეგ შეგრძნება რამდენიც მქონია და თან მიმიღწევია მაგისთვის, რომ აი მოგზაურობა დასრულდა. მაგრამ სანამ მოგზაურობა არ დასრულდება, ვერ ხვდები რა, რომ ეგ ჯოჯოხეთი არის, აი ეგ სტაბილური და სტატიკური და აი ეგ სახლი რაც არის რა, რასაც წარმოადგენს, ვერ ხვდები რომ ჯოჯოხეთია, კარგად გამოიყურება. ასე ტრაქს დავდებს ნიშნავს და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად ეგ არის ყველაზე ცუდი რამე. მოგზაურობა არის რა, თავისთავად მუღამი და თავისთავად ღირებული და თავისთავად აზრი. და ასევე ყველაზე გულწრფელი მდგომარეობაც რა ნების. რა კომფორტი მეორეს მხრივ სიკვდილი არის. მოგზაურობის დასრულებაც ასევე არის ნების სიკვდილი. რომ მიიღებ რაც გინდოდა და აი ოპ ნება დასრულდა. გრძნობ რომ შენში რაღაცა მოკვდა. ეგ ძალიან ცუდი რამე არის. და ასე რომ შეხედავ ცხოვრებას რა, რომ დანიშნულების პუნქტი არ არსებობს. ხო ეგ არის მნიშვნელოვანი. საბოლოო დანიშნულების პუნქტი არ არსებობს და გარდა მაგისა საწყისი პუნქტიც არ არსებობს. საწყისი არ არსებობს, არც ფიქსირებული, არც ბოლო პუნქტი, არც საწყისი პუნქტი. არ არის ღირებული ის, სადაც მიხვალ, ის, სადაც მოგზაურობა სრულდება. თავად მოგზაურობა არის ღირებული. პროცესის სიყვარულზე არაერთხელ გესაუბრეთ. მთელი ფილოსოფია პროცესზე მაქვს ბოლო აგებული. და ამას რომ გაიაზრებ რა, რომ მოგზაურობა არის მთავარი. მაგ დროს გინდა არ გინდა უკვე ვალდებულებას გრძნობ რომ სხვანაირად შეხედო იმას თუ რა მოგზაურობაში ერთვები. და რომ შენ იყო ავტორი იმ მოგზაურობის რომელშიც ერთვები და შენ აირჩიო, შენ გადაწყვიტო, იმიტომ რომ ეგ არის მუღამი და არა ის რაც მოგზაურობის მერე მოდის. მოგზაურობის მერე ყოველთვის მოდის ნების სიკვდილი. ხვდებით? და ეს მე არ შემიმჩნევია რა მხოლოდ ამ ფილმში და მხოლოდ ფილოსოფიურად მსჯელობისას და რამე. ეს შემიმჩნევია ხალხსაც. ბევრი ადამიანისთვის ეს არხი გინდა ეს ღია YouTube არხი ჩემი ან გინდა დახურული არხი წარმოადგენს ზუსტად მაგ სახლს. ხვდებით, სადაც თავი უნდათ რომ კომფორტულად იგრძნონ. რაღაცა ისეთი აი სადაც მოგზაურობა ტანჯვა დასრულდება და არა ის, რაც პირიქით უფრო უარეს ომში ჩაგაგდებს.
ეგეთი მაყურებელი არაემოციური გაგებით მძულს. მაგრამ მეორეს მხრივ იმასაც ვიაზრებ, რომ მე ვარ რა, ვინც მაგ ხალხს ბოლო უნდა მოუღოს. აი მე მომიყვანეს და მე უნდა ვიყო ის. გილიოტინას ვინც გამოკაჩავს თუ რაღაც თოქს გაწყვი, მოაჭრის, მოკვეთავს თავს. მაგას ვაცნობიერებ და ხვდები, რომ ნუ კაი ეს ის როლი არის, რომელიც არ მithხოვია, მაგრამ საით ჰასლი არის, რომელსაც თავს ვერ ავარიდებ. ხვდები მაგას. ვაკვირდები მაგას. ჩემთვის ეს არ არის რა, უბრალოდ კამერა, კომპიუტერი და რამე ცოცხალი ორგანიზმი არის. მთელი ქსელი არის თავისი უამრავი გავლენით, უამრავი წერტილით, ნოდით, მთელი ამბებით, როგორც პროცესი ისე აღვიქვამ ამ ყველაფერს. და არა როგორც აი ზედაპირს რა, რაც არის. ამიტომაც ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. და ეგეთი ადამიანები ჩემში ვიმეორებ არაემოციური, რა თქმა უნდა, სიძულვილის მეც ვერაფერს იწვევენ. ზოგადად ადამიანში, რომელიც არ არის მოგზაური, ადამიანი, რომელიც არ არის ომში ჩართული, ვერაფერ ღირებულს ვერ ვხედავ. და არ ვარ მე არც ფსიქოპატი, არც სოციოპატი შეიძლება ისე. გააჩნია ვინც სვამს დიაგნოზს, მაგრამ ფსიქოპატი არ ვარ რა, ნახდათ. მაგრამ ვერ ვანსხვავებ ეგეთ ადამიანებს ბაქტერიებისგან. და ამას არ ვამბობ გადაჭარბებით, ამას არ ვამბობ იმიტომ რომ ვინმე დავათრიგერო ან რამე შეუცვალო რა, აი უბრალოდ ჩათვალეთ რომ ვენთავ. აი უბრალოდ გულს გიშლით რა. ვერა ეგეთი ადამიანები ჩემთვის არიან, აი ძალიან ისეთი რამე რა. აი დეგრადაცია. ნიშანი რა, რომ აი თუ მოდუნდი და თუ შენი ნება მოკალი, რომ აი ესეთი საწოდაობა იქნება. აი ეგეთ ადამიანებს რას ვუსურებ? ნუ აი სწრაფ აორთქლებას რა, სწრაფ ფერიშინგს. ერთხელ და სამუდამოდ. და თქვენც ეგრე გირჩევთ რა, ადამიანები ბევრნაირები არიან, საინტერესო, თავაზიანი, ჭკვიანი, ნუ აი ბევრნაირი. ლამაზი, ასე შემდეგ, მაგრამ თვისება, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ეგ არის მოგზაურობა, არის თუ არა ეს ადამიანი მოგზაური. მოგზაური ამ შემთხვევაში, ვინც გვიან შემოხვედით მერე თავიდან უყურეთ, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რამეა, რაც კონტექსტს საჭიროებს, რაც ვერ გექნებათ თუ ეხლა დაიწყეთ ყურება. თუ ადამიანი არის მოგზაური, ადამიანს უყვარს მოგზაურობა და არა ის, სადაც მიდის მოგზაურობით. პროცესი უყვარს მას. და ასევე ომი უყვარს. ხვდება რა, რომ ცხოვრება არის ომი და კონფლიქტი და თუნდაც ამას ცნობიერად არ იაზრებდეს, მაინც იცის მისმა ორგანიზმმა, რომ კომფორტი არის სიკვდილი. ხო და თუ ვინმემ გააცნობიერა, გაიაზრა, რომ მოგზაურობა არის, პროცესი არის ხიბლი და არა თავად ის, სადაც ეგ მიგიყვანს, ეგ მეათეხარისხოვანია, ვიმეორებ რა. ყველაფერი ეგეთი, რაც ცხოვრებაში მქონია, რაც ნიშნავდა მოგზაურობის დასრულებას, ყოველთვის, ანუ გამონაკლისის გარეშე, საათებშივე გამიაზრებია, რომ აი უკიდურეს ტრაქში ვარ. საათებშივე მენტალური ჯანმრთელობა ტრაქში, საათებშივე ნება ტრაქში და საათებშივე ომი. საათებშივე რაღაცა დაიწყე, რაღაცა შექმენი, რაღაცა იმასქენი, არა. აი ისეთი ადამიანი ვარ რა, რომ რაღაცა ისეთი, რაც შეიძლება რომ მინდოდეს და მე მინდა ყველაფერი. უბრალოდ მჭირდება ძალიან ცოტა რამ, თორემ მინდათი ყველაფერი მინდა. სულიერი, მატერიალური, ყველაფერი რა. ყველაზე ღრმა აზრი, ყველაზე ძვირფასი ნივთი, ყველაზე კარგი როლექსის საათი, ყველაზე კაი ვილა, ყველაფერი მინდა საერთოდ, ყველაფერი. მაგრამ ძალიან ცოტა რამ არის, რაც მჭირდება. და ამით რისი თქმა მინდა რა, რომ სურო მილიარდი დოლარი დამეცეს თავზე ვილას, ვილა კი არა და ვერსალი გადმომიფორმოს. საფრანგეთის სახელმწიფო მინამუსოს როგორმე. და მთელი ამბები
ეგ შემერგება ერთი დღე. მეორე დღეს უკვე თუ მოვდუნდი და აი მივუშვი თავი რო კომფორტში ვიყო, ისე ტრაქში აღმოჩნდები, გეგონება ვერსალში კი არა იქ ვიყო რა სანაგვეზე ან ხიდის ქვეშ სადმე. ნების სიკვდილი ძალიან სერიოზული რამე არის. ნების ჩახშობა არის მკრეხელობა საკუთარი ღვთაებრიობის წინააღმდეგ. მაგრამ სწორედ ეგ არის რაც დგება მოგზაურობის შემდეგ. არ არსებობს ამიტომ არანაირი საბოლოო პუნქტი. პროცესია ყველაფერი რაც გაქვს. მეორე მომენტი ის არის, რამდენად აიღებ ვალდებულებას, რამდენად გეყოფა გამბედაობა ამის გააზრების მერე, რომ თავად გახდე ღმერთი შენი ბედისწერის, შენი მოგზაურობის. ეგ ყველაფერი მეგობრებო, კარგად თუ ვიფიქრეთ და ვიდეოებიც მიდევს მაგაზე, ეგ ყველაფერი არის ძალიან ძველი თეოლოგიური ზღაპრები. ზოგადად აი ეგეთი მიდგომა ცხოვრების, აი ახლა იტანჯე, მერე მოიპოვე ეს. და ეგ არის მთელი მუღამი. როდესაც საბოლოოდ, აი რასაც იღებ, ეგ რომ ხდება, განაუბრალოდ ის რომ სისუსტე შემოგეპარა, არამედ ყველაფრის მუღამი, ახსნა ყველაფრის. იმუშავე და იმას იყიდი. ისწავლე და აი ეს გახდები. და ეგ რო არის რა ბოლო მუღამი და არა პროცესი. ყველაზე დიდი გოისლოპი ალბათ ადამიანის ცნობიერებაში რაც მოხდა. რო აი მერე რაც დგება ის რო არის რა ყველაფრის მუღამი. ეგ მეგობრებო თეოლოგია არის. ეგ მეგობრებო არის მოკვდები და ჯოჯოხეთში წახვალ. ეგ არის ნიჰილიზმი. ეგ არის ცხოვრების უარყოფა, შელამაზებული და სისტემატიზირებული მთელი მსოფლიოს მიერ. და ვისაც ყოფნით საკმარისი გამბედაობა, იმიტომ რომ აქ ინტელექტი ვერავის ვერ გიშველით. არის რაღაცები, სადაც ინტელექტი ყველაზე low hanging fruit-ი არის რა. ყველაზე დაბალი ღობე. თუ ყოფნით გამბედაობა, აი დაიწყეთ იმ კატეგორიებით ფიქრი, რაშიც არის ცხოვრება, რაც ატარებს ძალას. და აი მარტივი ხრიკიც რა. ყველაფერი, რაც არსებითი სახელია, იცოდე რომ არის ფიქცია და არაფერი სანდო. ყველაფერი, რაც ზმნა არის რეალური, არის ნამდვილი და არის გულწრფელი. ამ ლამას სამყაროში, ამ ლამას ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ზმნა და ყველანაირი მინიშნებაც კი არსებით სახელზე არის მხოლოდ და მხოლოდ ზღაპარი, ფიქცია, ქოუფი, გასაქცევი. თავის დასამშვიდებელი. უუნარობის პროდუქტი, იმ უუნარობის რომ ქაოსს ჩახედო თვალებში, გავამკლავდე მუდმივ ტრანსფორმაციას. ეს არის და ეს.